თამაში გვაქვს ეგეთი თამაშები მიყვარს. ლიტერატურული მშობელთა კრება, რომელსაც უძღვება ალექსანდრე და თითოეული მონაწილე უნდა შეაფასოს კრიტერიუმებით, როგორი მამა იქნებოდა. აბა, საინტერესო. დაცხემიშო. როგორი მამა იქნებოდა თქვენი აზრით პატივცემული დონ კიხოტი? დონ კიხოტი, ჩემი აზრით, ძალიან კარგი მამა იქნებოდა, რომ დასცლოდა ეგ ამბავი, რომ მოსწეოდა. გონია რატო? ერთი აქვს ძალიან მდიდარი ფანტაზია და შვილთან შეძლებდა ძალიან კარგად თამაშს. ბავშვებს რაც აქვთ დონ კიხოტური ფანტაზია, რომ შეუძლიათ წარმოიდგინონ ცხრის ფარა დიდი არმია. ხო? აი დონ კიხოტი თამაში კარგად აყვებოდა. ასევე დონ კიხოტი არის ძალიან განათლებული ადამიანი და უამრავი წიგნი აქვს წაკითხული და ამასაც კარგად გაუზიარებდა. არის ძალიან პატიოსანი. დონ კიხოტის მთელი ჭყალებში უბედურება ხო ის არის, რომ მისი დროისთვის ზედმეტად რაინდი და პატიოსანია და ეს ყველაფერი ჩემი სერვანტესმა იმიტომ გადმოსცა ესეთი გაშარჟებული ვარიანტით, რომ აი ამ ფონზე, როდესაც უკვე დაიკარგა ეს რაინდული ღირსება, რაინდი მოსჩანს უკვე შეშლილად, რომელსაც ეჩვენება რაღაცეები, ხო? აი რაღაცა ეგეთის. ამიტომ მგონია რომ ამობაში ძალიან კარგი იქნებოდა და შეიძლება ეს თავისი შეშლილობები ამაში გადაეთარგმნა და როგორი მამა იქნებოდა შერლოკ ჰოლმსი? აუ, ძალიან ცუდი. ვერ გამოვყარებდით ყუილს ეგ რა ის არის. ჯერით ვაკედა რომ დავიწყო. სკოლიდან რომ მოდიხარ და შენ საყელოზე გატყობ რომ ორიანი მიიღე. ხო, ჯერ ერთი ცუდი, იმიტომ რომ რაღაც სოციალური უნარები საერთოდ არ ჰქონდა და მამ აღზრდაში საერთოდ არ ჩაერთვებოდა, ასე მგონა ეგეთ მამები რო არიან თავის იმაში რო არიციან შვილი რომელ კლასშია. აი რაღაც ეგეთი. მაგას მე შეხედავდა და მიხვდებოდა. ხო, მიხვდებოდა კი, მაგრამ ცოდნით არ ეცოდა, შეიძლება სახელები არ ეოდა შვილი. კი, ხო. შეიძლება ეგრე რომ დაიბა ეს მაგარი უჯიშო გაიგე. თავიდანვე ეგრევე მიხვდარიყო, ხო. შემდეგ იყოს ის კვაჭი კვაჭანტირაძე. კვაჭი კვაჭანტირაძე როგორი მამა იქნებოდა? ის ყველას ეგონებოდა რომ კარგი მამაა, მაგრამ არ იქნებოდა, ხო? გარეთ იტყოდნენ რომ ეს საოცარი მამაა, კაცო, მაგრამ სინამდვილეში ხო, არა. ჰარი პოტერი? ჰარი პოტერი აღწერილია როგორც კარგი მამა. ხო, კი. აი მით უმეტეს იმ გაგრძელებაში პიესა რო დაწერს, ძალიან ცუდი პიესა არის, სხვათა შორის ეს. მაგრამ მიკითხავს ნუ. ხო, აი ეს გადარჩენილი ბავშვი კი არა და დაწყევლილი ბავშვი. მაგრამ არა, კარგი მამა იქნებოდა. თავისი პირადი გამოცდილები, თავისი იმითი რომ ობლად გაიზარდა, მე მგონია მაგ ყველაფერს იმაში გადაიტანდა, რომ ძალიან ყურადღებიანი და კარგი მამა იქნებოდა, კი. ობოშვილებთან ერთად ფოკუსების გაკეთება რა იქნებოდა. თუთი მეზობელი უკავს და ბაღაკაც რო გადა. ეგ რო შეგვეძლოს რა კაია. შემდეგი. ჩემჯერია? წილად ყდა პატივი რომ დავასახელო როგორი მამა იქნებოდა კარლსონი. ლადო? კარლსონი იქნებოდა არ იქნებოდა კარგი მამა. პირდაპირ. მე მეცაც გეთ, ჩემეთ კარლსონი არ იქნებოდა მამა. არც იქნებოდა და კარგი მამაც არ იქნებოდა. იმიტომ რომ ეგოისტი ტიპია. კარლსონი იქნებოდა კარგი ბიძა. კარგი ბიძა, კი ბატონო. ხო, იცი, ბიძის არქეტიპი რომ მოდის რომ აიხოლიგდოს რა. ხო, მიდი მამა შენი ვერ ხედავს და დააფუჭა, ეგეთი ტიპი იქნებოდა. თუმცა რაღაცებს მაინც ცოტა ხულიგნურს, მაგრამ ძმისშვილებს თუ ანდიშვილებს ასწავლედა და აი შვილებისთვის ვერ იქნება. კარგი ქმარი მით უმეტეს ვერ იქნებოდა. ხალასჭაკი ბიძები რო არიან ხო? ხო, აი სტრატეგეთი იქნებოდა. კი, ბოლოს და ფრეკენბოქს მოიყვანდა ცოტა. შეიძლება ცოტაც არ მოიყვანა, მაგრამ გაევლო ერთი ორი გაეგულაო. ლუარსაბი ეგ როგორი სევდიანი ამბავია რა ლუარსაბს რომ შვილი რომ და რა საინტერესო ნახ გადავუხვიე, მაგრამ სულ აი მაგაზე ვფიქრობ ხოლმე რა მაგარია ილია რომ ძალიან ხშირად იძახიან ხოლმე და მე ძალიან მწყინს ეგ ორი ნაბიჯით იქით გადავედი, მაგრამ ილიას დამსახურებებს შორის უკანა პლანზე წევენ ხოლმე ლიტერატურულ დამსახურებებს რა. ბევრჯერ გამიგია რომ დიდებული ადამიანია, საერო მოღვაწე, მართალი რაღაცა მოწამე ისა, მაგრამ ეხლა როგორც პოეტი ისეთი არა, როგორც მწერალი დიდებული ლიტერატორია, დიდებული მწერალი და პოეტია ჩემთვის. და კაცია ადამიანი. თელი ნაწარმოები არის ეს რაღაცა რაბლესეული სატირა, ხო? სადაც ჩვენ აი
ну აი გზიზღდება თან აი გეზარება ეს ამათი მცონარობა ეს ამათი და რანაირი სევდა შემოაქვს ბოლოში შვილთან მიმართებაში სად გაიაზრებენ რომ რა არის ცხოვრებაში მნიშვნელოვანი და მთავარი არა ბოზბაში არა თართი და ორაგული არამედ აი ის რაც ვერ მიიღეს და თან როგორი მეტაფორა არის მანდაც ხო ჩადებ როგორი ეს არის რომ აი არ ეკუთვნის ესეთ საზოგადოებას მომავალი ხო ეგეც ესეთ ქვეყანას მომავალი ხა აუცილებლად იმას კი არა რომ საქართველოს იგულისხმება მაშინ აი მე და ჟუანტელმა დამიარა ხო რა აი თუ შენ არ ქმნი მანამდე მაშინ არ გეკუთვნის მომავალი რა და ალბათ მაგაზე უტევდა და აი ძალიან სევდიანია მე მგონია რომ მომხდარიყო ეგეთ ბედნიერი ფაქტი და გასჩენოდათ შვილი მათი კათარზისი მოხდებოდა და ლუარსავი და დარჯანი ამოტრიალდებოდნენ როგორც პერსონაჟები და შვილი შეცვლიდა მათ ასე მგონია ძალიან დიდი მადლობა ეგეთი პასუხის ხო როგორი მოქმედა არ მეკ აი ასე არ დავფიქრებულ ახლა როგორც სანდრო თქვა რომ მეტაფორაა რომ თუ არ ქმნი არ ახარ განწირო არ ახარ მზად იმისთვის რომ მომავალი გქონდეს ღირსი არ ახარ მომავალი ხო და განზოგადება შეიძლება მაგის სრულიად საზოგადოება ხო მაგაზე მაგ კუთხით არ მეფიქრია ნამდვილად უნდა ხო მოგწერე წინაკვირაში რატომაც აი რანაირად შეიძლება გაგეღვიძოს და მომინდა რომ უნდა არ ვამეტებ ხო მოგწერე ქვათა ღაღადის წაკითხო დაუჯიხი და წავიკითხე და კიდევ ერთხელ გაუბრაზდი რაღაცეებზე კი წავით ახლა ჩვენი ბარონ მიუნჰაუზენი როგორი მამა იქნებოდა აუ ბარონ მიუნჰაუზენი იქნებოდა ცოლს გაშორებული მამა ცალკე რო ცხოვრობს მაგრამ ბავშვს ყოველთვის უხარია მისი მოსვლა ჯიბჯიბიც არის ხო რაღაცას მოუტანს ისეც რომ თითქოს საოცრება მოუტანა მაგრამ სინამდვილეში იქვე მოგლიჯა ვარდი ღვედით ეზოში და კარბუში აზლის წინ და აი რაღაცას ათამაშს წაართვა ბავშვი რაღაცას და მიუტანა და მოუყვებოდა საოცარ ამბებს რა თქმა უნდა და ბავშვი იქნებოდა ბავშვს ეყარებოდა დედაზე მეტად არა და დედა გაზდიდა აუ გებრიელი პასუხია ესეც და ბოლოს როგორი მამა იქნებოდა ზურიკელა კარგი მამა იქნებოდა ზურიკელა კარგი ხო ესეთი ძალიან ალალი ბიჭია კარგი ბიჭია და თვითონაც ბებია რო ზრდის და აი ესეთი მე მგონია რომ ზურიკელაში რამდენიმე ძალიან მნიშვნელოვანი თვისებაა ერთ-ერთი არის უფროსების პატივისცემა რომ შეუძლია რომ იმეგობროს მოხუც კაცებთან ხო ეგ ხო ძალიან მიუთითებს მის ადამიანობაზე მე აი როგორი რაღაცა სიყვარული ძალიან ალალი და სუფთა ადამიანია და მგონია რომ ძალიან კარგი მამა იქნებოდა წარმომიდგენია ვხედავ დუმბაძისავე დაწერილ ზურიკელას ამბავს ოღონდ დიდობაში შილევთან აი კარგი დუმბაძისეული ამბავი გამოვიდა და მაქედანაც ასე კი გამოვიდა და ნამდვილად აუ ბებო ვისაც უყვარს და ბებოს ვინც პატივისცემს მგონია რომ ყველა კარგი ადამიანია ეთახა მიშოს ქონდა ძალიან კარგი იდეა რომლის გამოც რატომღაც ძალიან დიდი ბულინგის სფერული გახდა პარლამენტში შეიტანა ეს იდეა და განიხილეს უარდგეს ანუ უნდა და ბებიების დღე ყოფილა სესილიას დაბადების დღე სექტემბერში და მეთქი სესილიას დაბადების დღე ვაქციოთ ბებიის დღე რატო არა კაცო პარლამენტში დიდკაცთან პატარა კაცო არა განხილვაზე ითქვა რომ ბაბუებმა რა დააშავს ერთი იყო და იყოს ბაბუებისაც ბებია ბაბუების ისეთი დღეები გვაქვს ხო ბებია ბაბუამ რა დაგვიშავეს რო არის არა რა ძალიან კაი იქნება მე ძალიან უყვარ ხოლმე ამერიკაში ეგეთი დღე და მეთქი იმათ თუ ჩვენ გქონდეს როცა ვხედავ აი ხო ევროპაში განსაკუთრებით აი პაბები მიყვარს ძალიან და ინგლისში როცა ვარ ხოლმე მოხუცები როს ხედავ და პაბში რო შედიხარ ახალგაზრდებით რო ხედან მოხუცებით ჩვეულებრივად იკრიბებიან ანუ მოკლედ სოციალიზაციას რო ხედავ ხოლმე მოხუცების პარკებში დადიან რაღაცა ზოგ სიარული არ შეუძლია და ეტლით გადაადგილდება ზოგი აი იმითი ხოცი საყრდენი რაღაცა მაგრამ სოციალურები არიან და სულ მინდა ხოლმე რომ საქართველოში რაიმე სივრცე შევქმნა ოღონდ არა ვთქვათ რაღაცა შემწეობის ფორმით არამედ აი მოვიდნენ და აი რაც უყვართ ხო აი მაგალითად იყოს პაბი რა აი პაბს თუ გავაკეთებ ოდესმე ერთ დღეს აუცილებლად ერთ საღამოს გავაკეთებ მაგისას რომ იმათი პერიოდის ფილმები გაუშვა
იმათ პერიოდის მუსიკა ჩართო, იმიტომ რომ ეხა კი შეიძლება მოვიდეს ადგეს და პაპში, მაგრამ ნუ ის არ უყვარს ეხა, რაც უყვარს ის ხო შეიძლება დაახვედრო და მგონია რომ ძალიან სასიამოვნოა. გარდა ამისა, ჩვენთან თითქოს აი მშობლების თაობაა ძირითადად, ჩვენი მშობლების ან ბებიაბაბების, რომ არა შვილი იქ ხო არ წავალ, აი შვილიშვილს მოვაკლებ, შვილს მოვაკლებ. ანუ საკუთარი თავის მიმართ ზრუნვის რთული ცხოვრება ქონა. კი. დანაშაული გონიათ რომ საკუთარ თავს რაღაცა პატივის ცენ. ამდენამე გადაიტანეს ეხა წარმოიდგინე. ჯერმარტო 90-იანებით. მე რო ვფიქრობ ხოლმე რომ 90-იანებში უყოფილიყავი მშობელი, გაგიჟდებოდა. ჩვენს მშობლებს 10 მაგათ პატივს ცენ. ზუსტად. იმიტომ რომ რანაირად უნდა გადაატანინო, ის მახსენდება ხოლმე რობერტო ბენინის ფილმი, ხო იცი? ცხოვრება მშვენიერია. რომ აი მართლა ეგრე წარმომიდგენია რა, რომ აი დედაჩემს ეგეთ დამოკიდებულება ჰქონდა ხოლმე ჩემ მიმართ, რომ ის გარეშე საფრთხეები და გარეშე სიბინძურე რომ დაემალა ჩემგან, აი რაღაცა სამყაროს ქმნიდა ჩემთვის. ხო, აი ხელ ჩვენთან ხელ სურამში ნაკლებად იყო იმ ხელა დიდი პრობლემა, რაც თქვა თბილისში ქონდა. თბილისში ძალიან თბილისში რაც მომისმენია, წამიკითხავს და მინახავს, აი კატასტროფა იყო. რეგიონის სოფლის ნომად იყო ხოლმე ჩვენთვის ისა რაღაცა კათარზისი თუ რას თუ ქვია. იმიტომ რომ არ იყო რა. მე მახსოვს ბავშვობიდან ძალიან კაფეო კადრები მახსოვს რაღაცეები რა. მახსოვს ჩემს სადარბაზოზე მოყენებული ბეტეერი. მაგალითად, ანუ ეხლანდელ ბავშვს ხო ეგეთი რამე არ ექნება საქართველოში. მახსოვს, რომ ფანდრიდან გადავიღე კონიაკის დასახლებაზე. აუჭალისკენ. შეიძლება მეგობარს მოვაკითხა ბეტეერი. ხო, არაფერი, მე შემეშინდა, მაგრამ ისეთი არაფერი რაღაცა ჩამოიარა. აუ, ისინი დავაყაჩავო და ჩემი ძმა იბრძოდა თვითონ ხა აფხაზეთში და მახსოვს რაღაცა აი ერთხელ ჩამოვიდნენ, სანამ დაბრუნდებოდნენ რაღაცა ეს იარაღებით ისინი მახსოვს რომ რაღაცა აკაემი idო ხოლმე ჩემი იმის გარდრობის თავზე სანამ ომი დასრულდებოდა. ჯიბები ტყუიებით ქონა ხოლმე სავსე. კი და ეზოში სადაც არ უნდა მიწაზე 10 მეტრი გადაგედგა ფეხით, იმებს იპოვიდი რა ვაზნებს. მეცაც გეტყვი ჭია კოკონას რო ვიყიდი ხოლმე ტყუიებს ყრიდი. რამხელა საშიში იყო, მაგრამ ნუ რავი ჩვეულებრივი ამბავი იყო. უბრალოდ ვიცოდით რომ ჩააგდებ გვერდზე დადეკი. ის გვერდზე დადეკი, მაგრამ საიწაო ტყუია ხო არის. მაგ დროს რომ შობელი ხარ ბავშვს რო ეზოში უშვებ, ხო? ხა ჩვენი გასართობი ეზოში ჩასვლა იყო. და აი თან რო იცი რომ იქ ტყუები ყრია, იქ შპრიცები ყრია, იქ ისვრიან, იქ ვიღაცას რაღაცა, ხო? მადლობა ჩვენ შოულებს რომ შეძლეს და ადამიანებად გავგზარდეს. მართლა ძალიან გმირები ხართ. ნამდვილად.